მოგესალმებით ჩემო ზურფასებო და ჩემო კარგებო და ჩემო მშვენიერებო. დღეს წავიკითხე ძალიან ესეთი კომენტარები იყო, ესეთი გულნადკენები არიან, გოგოები რომ აი რა გითხრათ, რა ვიცი მე და გადავწყვიტე რომ ესეთი გაშლა გამეკეთებია თქვენთვის, აი მე ვფიქრობ რომ ძალიან დროულად. ანუ ვინ განკურნავს შენს დაჭრილ სულს? შეიძლება ეს ადამიანი იყოს ახალი პარტნიორი. ანუ გითხოთ რა, შეიძლება თუ არა. და რამდენიმე გავამზადე კითხვები. ანუ რა თქმა უნდა, ეს გაშლა იქნება აი ასეთი ადამიანისთვის, ზოგადად სიგნიფიკაცია არ არის საჭირო, ну კი რაღაცა კითხვები მექნება, რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო აი ვინც ახლა გამოვიდა შეიძლება ურთიერთობიდან, შეიძლება მართლა გულნადკენები ხართ და ანუ არ იცით, ან მარტო ხარ და შეიძლება უკვე ძალიან აი იმედგაცრუება გაქვთ და უკვე არც გჯერავთ რომ საერთოდ ვინმესთან რამე გამოგივათ ცხოვრებაში. ну არის ეგეთი მომენტები, რა თქმა უნდა. უბრალოდ ერთ-ერთი რაც მე მინდა თქვენ გირჩიოთ, რომ ნუ ჩქარობთ, ნუ შედიხართ ურთიერთობაში, მანამდე აი ახალ ურთიერთობაში, სანამ თქვენ კიდე ყავთ, აი ან ეს ადამიანი გულში, ან რამე გრძნობა გაქვთ, ან შეიძლება ეს ტკივილი ჯერ არ გავიდა, რომ აი არ ეცადოთ თქვენ ის, რომ აი ვიღაცას ახლა აუცილებლად უნდა შემოუშვა ვიღაცა ჩემ ცხოვრებაში, რომ აი მან დამეხმაროს მე რო თქვათ ის ჩემი თქვათ პარტნიორი დამავიწყოს ან რაღაცა, იმიტომ რომ ეს არ მოგიტანს კარგს არაფერს, თქვენ იმ ადამიანსაც ვერ მისცემთ იმ სითბოს თქვათ, ხო? თუ მაინც და მაინც, აი რა ვიცი, ჯერ თქვათ მიმოწერა გქონდეთ და ეგეთი რაღაცა, მაგრამ აი ძალიან ახლო ურთიერთობაში ნუ შედეხართ, იმიტომ რომ ეს ადამიანიც ცოდვა და თქვენ ჯერ არ ახართ მზად, გაიგეთ რა ხდება და ამიტომ ну ვნახოთ ახლა რას გვეტყვის ჩვენ გაშლა, უბრალოდ ეს იცოდეთ რა. ვნახოთ პირველი კითხვა. რას ტკივა შენ სულში ყველაზე მეტად? რატომ ხარ აი ახლა მზად განკურნებისთვის? აი მზად ხო ზოგი ახლა დაუშვათ არ არის მზად, აი რატო ხარ იმიტომ რომ ახლა ის გაშლიდან გაშლა რა არის? იმ კომენტარებიდან გამომდინარე, უფრო ესეთი კითხვები ძალიან მომეწონა რა. ვნახოთ ახლა ჩვენ კიდევაც ვკითხოთ. так, კიდევაც ეს მე მინდა ამისთვის ეს რაღაცა ორი მტკივნეული თემა. და даже მოიცადეთ მაინც მინდა ეს რა ეს ისე ფოს აკა და აი ეხლა როგორ ხარ? მაინც იყოს აქ. ეს კამერა ვერ დავაყენე ის რომ так, ეს როგორ ეს ასე იყოს და ეს ასე. და ვკითხავ ამას ახლა და მე დავალაგებ ახლა. რაღაც ძალიან უნდა ამ ახალთასთან მუშაობა, რა ვიცი, სულ ეს ითხოვს რომ მე ვიცი ხო იცით, ფოტოსანი ბავშვი. так, ვნახოთ ახლა ჩვენ ესეთი კითხვები დავუსვით. ანუ მოდის თუ არა შენ ცხოვრებაში ადამიანი, რომელსაც შეუძლია შენი განკურნება. ის ვკითხოთ. რა როლს ითამაშებს ის ადამიანი შენ შინაგან ტრანსფორმაციაში? რა როლს ითამაშებს? რითი განსხვავდება ეს ადამიანი სხვებისგან? ვინც აი თქვათ ყავდა და ვინც გული გატკინა იმათგან, რითი იქნება განსხვავებული, ხო? როგორ მიხვდები რომ ის არის ის? ეს არის ის. და კიდე კითხვა ისეთი მაქვს. ანუ რა არ უნდა გაიმეორო შენ, ანუ შენთვის რა არის ისეთი მნიშვნელოვანი, რაც არ უნდა გაიმეორო შემდეგი, ანუ წინა გამოცდილებიდან. ну, აგიხსნით ახლა, კაი იყოს ეგ ასე. და ვნახოთ ახლა მზად ხარ თუ არა ახალი სიყვარულისთვის, რომელიც მართლა კურნავს.
ძალიან მომწონს, კარგი რაღაცა არის აქ. კარგით, აბა ვნახოთ ახლა. ეხლა რა ენერგიებში ხართ? ნუ პრინციპში აი კიდევაც გოგოებსაც ეწერათ რა, რომ ანუ ვისი კომენტარებს წავიკითხო, რომ მზად ვარ. აი მზად ვარ, ნამდვილად შევხვდე ახალი ურთიერთობას, ნამდვილად აი მხოლოდ სერიოზული ურთიერთობა, იმიტომ რომ გამოცდილებაც მაქვს უკვე, ხო? აქ ადამიანმა რაღაცა ეტაპები გამოიარა და პრინციპში აი ხა 10-იანი პენტაკლების უკვე იმას ნიშნავს, რომ ადამიანი მართლა არის მზად იმისთვის, რომ თავის ცხოვრებაში შემოუშვას აი სერიოზული რაღაც, სერიოზული ურთიერთობა, რომელიც ნამდვილად აი შემავსებს, იმიტომ რომ თვითონ მართლა გამოცდილება არის უდიდესი. ნახეთ, აი აქ როგორი ხელი არის, რაღაცა თითქოს მოხუცებული და აი დაბერებული აქ ახალგაზრდა ხელი. ნახეთ რა საინტერესოდ არის რა. ანუ მე მაგ გამოვლილი გზა, მე მაგ გამოცდილება, მე უკვე ვიცი, ბევრი ტკივილის გადავიტანე, ყველაფერი აბსოლუტურად რა, მაგრამ მინდა რომ ეს ნახეთ გზა როგორია, მაგრამ მზად ვარ ახალი ურთიერთობისთვის, მზად ვარ ჩემი კი, აი მტკივა, მაგრამ ეს გამოცდილებაც კარგია, მაგრამ აი ნახეთ ახალი რა საინტერესო არის რა. ანუ ასე არის. კარგით, აბა ვნახოთ ახლა პირველი კითხვა მქონდა ახლა მან. ესე იგი რა ტკივა თქვენ სულს ყველაზე ძალიან რა, ნახეთ რა ტკივილი. აი ზუსტად ეს არის, ნახეთ, ყველაზე ძალიან ის ტკივა, რომ ძალიან ლამაზი ხარ, ძალიან ჭკვიანი ხარ, ძალიან მშრომელი ვარ. აი შეიძლება даже აქ უკვე ადამიანს კიდევაც ახლა ფულიც აქვს, თვითონ შრომობს, თვითონ შოულობს, აი ყველაფერს აკეთებს ადამიანი, მაგრამ აი დაუფასებლობა რა, მაინც არ არის, თქვა, აი როგორც იცით, აქ ადამიანს უნდა ოჯახი, უნდა ურთიერთობა სერიოზული, ნორმალური, მაგრამ აი ეს ყველაზე ძალიან დიდი ტკივილი აი არის, რომ რატომ მე არ მემართლებს, რომ მართლა ძალიან მაგარი ხალი არის აქ რა. რატომ არ მემართლებს, რატომ აი არა მაქვს მე ჩემი, თქვათ, აი არა მყავს მე ისეთი ადამიანი, სადაც აი ვიყო კარგად რა, ანუ პრინციპში ეს ნამდვილად ახლა გულისტკენა კი არის. აქაც ბოლოში კიდე ნახეთ იმპერატრიცე კი, აი შეხედეთ რა, რომელიც მზად არის, რომ შეხვდეს ადამიანს უკვე და ითხოვს რა, ითხოვს იმას, რომ დამეხმარეთ, მინდა რომ აი და აი ნახეთ, სულ აი არ უმართლებს ოჯახში. აქ შეიძლება არ გამიკვირდება საჯარო გაშლა, ან დაქვრიოდეთ, ან შეიძლება ნამდვილად ახლა იმ ურთიერთობიდან აი რასაც შემოდის, ვერ იღებთ იმას, რაც გინდათ რომ მიიღოთ რა და ეს ძალიან გტკენს გულს, რომ აი ნამდვილად აი არ შემოდის არანაირი სერიოზული ურთიერთობა რა, არ შემოდის. აქ ვიღაცა შეიძლება გმარე თქვა, ან ოჯახი და კარგული ყავდეს, ну თქვა ახლა, ну ან ადამიანი, რომელიც მართლა მონადრებულია აი კარგ ურთიერთობას რა, იმიტომ რომ ესეთი ქალი პენტაკლების დედოფალი, ეს არის ძალიან მაგარი და პლუს კიდე იმპერატრიცა რა. ანუ რა თქმა უნდა, ახლა უბრალოდ რა არის, იცით, ასეთ ქალს სჭირდება ნამდვილად ისეთი პიროვნება, რომელიც ახლა მაგაზე მეტი იქნება, თუნდაც ფინანსურად, თუნდაც აი ამას ყველაფერი შეუძლია თვითონ რა, აბსოლუტურად ყველაფერი რჩენაც და რა ვიცი, რჩევაც და ყველაფერი აბსოლუტურად და ასეთი ქალებისთვის კი რა თქმა უნდა ცოტა ძნელია, რთულია რომ ნახოს თავისთან, თუნდაც ხა მოდით ასე ვთქვათ, ეს არასწორი მოგეცით მე თქვენ ახლა კოდირება ასე ვთქვათ, პირიქით, არ არის ძნელი და რთული, უბრალოდ უნდა გჯეროდეთ, რომ ეგეთი ადამიანი არსებობს, იმიტომ რომ აქ უკვე ადამიანს იმედგაცრუება აქვს, რომ მე არ ამგონია, მე არ ამჯერა, რომ არის ესეთი ვინმე, რომ ისიც შეუძლია ჩემი სულის განკურნება. გაიგეთ რა ხდება? აი ეს არასწორი მოდგომა არის რა, იმიტომ რომ მე რთული და რა კონტექსტში ვიგულისხმე, რომ უნდა, ну, ყველა მეორე არ იქნება ეგეთი, რომ თქვათ ახლა შენ გამოგადგეს რა, იმიტომ რომ ახლა კი ასეთი ხალი არის სასურველი, ასეთი ხალი ყველას უნდა, ხო? მაგრამ აი მაგას უნდა ეს ყველა, მაგას უნდა სერიოზული ურთიერთობა და არა უბრალოდ კაცი ყავდეს რა. აქ არ არის მაგაზე ლაპარაკი რა. ну, ვნახოთ რატომ მაინც ეხლა ხართ შენ მზად იმისთვის, აი ამ განკურნებისთვის. ну მზად ხარ, იმიტომ რომ ეხლა, იმიტომ რომ უკვე როგორ არის, იცით, აი აქ მეც არ კარგავს ამ ადამიანი რა. აქ ნამდვილად ადამიანს უნდა
აი სწორი იყო იქ დაწერილი რომ კი მე ვარ მზად იმისათვის რომ ნამდვილად მქონდეს ნორმალური ურთიერთობა. უბრალოდ აქ არის ცოტა იმედგაცრუებად რომ შეიძლება კიდე ამ ადამიანს გამოცდილება რომ შეიძლება ყავდა კარგი მეუღლე, კარგი ოჯახი, ნუ ხა აქ იმპერატრიცა შეიძლება უკვე ცოტა ის ასაკშიც იყოს ადამიანი რა. დღეს სხვადასხვა ძალიან ესეთი საინტერესო წავიკითხე და სასაცილო საინტერესო მოთხრობა იყო რომ გოგო წერდა დედამისს რომ 85 წლის არის და კიდე ფიქრობს რომ თავისი ცხოვრება დაალაგოს და შეხვდეს პარტნიორს ეძებს. ნუ ძალიან საინტერესო იყო რა. ხო და ამიტომ გეუბნებით რომ რატომაც არა თუ ადამიანს უნდა რომ ყავდეს ოჯახი, რა მნიშვნელობა ასაკს, ხო? და თან ახლა უკვე როცა აი ამ მდგომარეობაში უკვე აქეთ მოგცემს ყველაფერს და ვიდრე თქვა ახლა შენგან რამეს ელოდება. მაგრამ რა თქმა უნდა, ახლა ასეთ ქალსაც უნდა, რომელსაც კი შეუძლია რომ თავისი თავზე იზრუნოს ყველანაირად, უნდა რომ ყავდეს გვერდით აი ესეთი სათანადო მამაკაცი რა, რომელიც ახლა ნამდვილად აი ესე ხელს გაუწევს და ერთად ვიყოთ, არა მხოლოდ მე, ერთად რა, აი ეს ენერგიის მიმოცვლა რა. კი, აი აქ არ არის ის რომ თქვა მე ვიღაცა თქვა აი მათხოვარი კი არა ვარ, უბრალოდ მეც მინდა რომ ესეთი ადამიანი შემოვიდეს, რომ მე კი გაცემა ვიცი, მაგრამ მინდა რომ კიდევაც ისეთი ადამიანი შემოვიდეს, ვინც დამიდგეს გვერდში რა. თან ახლა გეუბნებით თუ გამოცდილება გაქვთ მართლა კარგი ოჯახი, სადაც თქვენ და თქვენი თქვა მეუღლე სიტყვაზე იყავი ძალიან დიდი წყვილი, ხო რა, აი ოჯახისთვის რა, ნუ გაქვთ ეგეთი გამოცდილება, აი მაგ და დაკარგეთ ეგეთი ურთიერთობა ძალიან რთული, იმიტომ რომ მაინც სულ ასეთი მაგალითი გააქვს და სულ გააქვს ესეთი მომენტი რომ თქვა ელოდების შეიძლება რომ აი ხო შეიძლება რომ შემოვიდეს ეგეთი ადამიანი, რატომაც არა, ხო? იმიტომ რომ მზად კი ხართ აქ ყველაფრისთვის, კი რა თქმა უნდა და იმიტომაც ნუ აქ შეიძლება დაჟე ვთქვათ, ნახეთ უბრალოდ ახლა მე იმ კომენტარში წავიკითხე რომ ძალიან აი ესეთი ლამის ნუ იქიდან წავიდა ადამიანი და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ თუ შენ უკვე პრინციპში განიკურნე, აი მაშინ ნუ აქ მაჩვენებენ რომ მზად ხარ. მოდით ასე რომ ვთქვათ, ხო? კარგით, გადავედით შემდეგ კითხვაზე. ეხლა ჩვენ მოდის თუ არა ესეთი ადამიანი, ესეთი მამაკაცი, რომელსაც აი შეუძლია, ნუ აქ ბიჭებო, თქვენს პრინციპში შეგიძლიათ თუ ვინმე უყურებს, თქვენს თავზეც აიღოთ რა, იმიტომ რომ ეს ენერგიების მიხედვით, ნუ აქ უბრალოდ ადამიანს მზად არის რა, შეიძლება თქვენ დაკარგეთ, თქვათ, ან ურთიერთობა, ან თქვათ ბედნიერება, ასე რომ ვთქვათ, ხო? აბა ნახოთ, ეხლა მოდის თუ არა. მოდის 1000%-იანი მოდის. ნახეთ. აი ზუსტად ეხლა მე ვცდილობდი რომ მეთქე, აი რომ აგიხსნათ რა ის მომენტი რომ აი ასეთი ძლიერი ქალისთვის, ხო, როგორიც თქვენ ხართ, ხო, მხოლოდ ნუ ლომი გჭირდებათ რა. აი მხოლოდ ლომი, რომ იმ მხოლოდ მაგასთან, ნუ ლომი არ ვიძახე ნიშანს ახლა მე ჰოროსკოპით. ანუ ადამიანი, რომელიც ნახეთ როგორ დაგედგებათ, რომ ბედნიერი იქნებით, რომელიც აი ზურგი იქნება თქვენი, ხო გეუბნებით, აი სადაც თქვენ აი გახდებით აი ეს პატარა გოგო, რომელსაც ყველაფერი უხარი, იმიტომ რომ ზურგი მყავს. აქ კიდევაც გეუბნებით, დასაყრდენი კი არ ჭირდება ამ ქალს, აი თქვათ ახლა რომ არა, დასაყრდენი 100 წელი მაგას არ ჭირდება, ამას ჭირდება უბრალოდ ადამიანი, ვისთანაც ეცოდინება, რომ ერთადაც წავა, ყველაფერი აი გოგოებო კი აბსოლუტურად მოდის, არის ეს ადამიანი, კი ბატონო. ნუ ვნახოთ ახლა რა როლს ითამაშებს ის შენს შინაგან ტრანსფორმაციაში, რა როლს ითამაშებს. აი ძალიან მაგარი როლს ითამაშებს, იმიტომ რომ მაგი ყველანაირად მე ვფიქრობ, აი დაგავიწყებინებს შენ იმას, რომ შენ ხარ აქ მეომარე ქალი, რომ შენ უნდა იომო, შენ უნდა ვთქვათ, ყველაფერი შენ უნდა იფიქრო, შენზე უნდა შენ უნდა იფიქრო ყველაფერზე რა. აი ნამდვილად ძალიან მაგარ როლს ითამაშებს ეს აი შინაგან ტრანსფორმაციაში, სად გაიყვანს. აქაც ნახოთ აი ბედნიერება როგორ ტრანსფორმაციის მერე, აი ტრანსფორმაციის მერე მოდის, აქაც უკვე გვაჩვენებენ, რომ დაგავიწყდებათ თქვენ ეს ადამიანი, ვინც ნამდვილად თქვენ გულს გტკენდა და აი ეს სიხარული მოდის. კარგით, აბა ვნახოთ კიდე ამაზე მაინტერესებს. რა იყო? შეხედეთ.
კი ბატონო, აი ეს ადამიანი თქვენ ზუსტად დაგიბრუნებს აი სულიერ სიმშვიდეს. ანუ ამ ადამიანთან ნამდვილად თქვენ მიხვდებით, რომ ცხოვრება ლამაზია, რომ ყველაფერი კარგია, რომ შეიძლება რომ ორი ადამიანი ერთად რომ იქნება, ნამდვილად აი ეს ბედნიერება, როცა შენ იგრძნობ, რომ ნამდვილად კი მე კი ვარ ძლიერი, მაგრამ მამაკაცი უფრო ძლიერია ჩემზე, ჩემს გვერდით რა, ეს ძალიან მაგარი ბედნიერება, შემიძლია გითხრათ, რომ კი. კი, და აი ეს თქვენი სულ ყველაფერი რაც არის, აი აქ ნაჩვენები, რომ ხმალების დედოფალი თქვენი ძალიან ძალიან დარბილდება, ასე რომ ვთქვათ, და მიხვდება, რომ აი თითქოს როგორ აი აიღებს აი ამ პასუხისმგებლობას, რომელიც არის თქვენ აღებული, აიღებს თავის თავზე, აი აქ. და მაგას მოგიხსნის და მოგცემს საშუალებას, რომ გაიხაროთ. აი ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება, როცა ქალი გრძნობს, რომ მის გვერდით არის მამაკაცი, რომელსაც შეუძლია მართლა რამდენადაც ბანალური არ უნდა ჟღერდეს, რომ ყველა პრობლემებს გადაგილახავ. ანუ ერთ ფილმს უყურებდი და ადრე და კიდევაც ძალიან მაგარი ნათქვამი იყო, რომ შენი პრობლემები და მოიცე როგორ უთხრა, ანუ შენი ჩემი პრობლემა და შენი პრობლემაც ჩემი პრობლემა არის რა. და ანუ ჩემი პრობლემა, შენი პრობლემები არ არის რა. ანუ მამაკაცმა ეს ეგრევე უთხრა, რომ ანუ თუ რამე მე აქა ვარ, მე ყველაფერს აბსოლუტურად გადაგიწყვეთ რა. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქ კი ეხლა თუ ძალიან ახლა ზოგი კი არის ახლა ისეთი ქალი, რომ ყველაფერზე ახლა სურთ, რომ ახლა აბსოლუტურად თავის კაცზე გადადონ, მაგრამ არის რაღაცა ცხოვრებაში მომენტები, რომ აი ეს მნიშვნელოვანი თუნდაც რომ მოვიდეს და გითხრა მე შენს გვერდით ვარ. მე შენთან ვარ. მე ყველაფერს აი რომ და ქალი გრძნობს, იცის რომ თუ რაღაცა გაუჭირდება, დაურეკავს და ის კაცი იმ წუთში აღმოჩნდება. ეს არ არის დამიჯერეთ ეხლა რაღაცა ზღაპარი. ეხლა მე უამრავ ადამიანთან და მუშაობ და ვიცი ეს რას ნიშნავს რა, როცა ადამიანი არსებობენ ესეთი ადამიანები, რომ აი დაურეკავს და იმ წუთში აღმოჩნდება მის გვერდით და კი ბატონო მზად ვარ, აბა რა ხდება და ასე შემდეგ. პრინციპში აი ქალს აი ეს უნდა რა, რომ აი ეს იგრძნოს უსაფრთხოება იგრძნოს, რომ ნუ ეს ასე არის, ეს ჩვენში დევს, ეს გვეცნობიერად უჭირდება ჩვენ ეგეთი რაღაც რა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და შემდეგი ვნახოთ ახლა რითი განსხვავდება ეს ადამიანი იმ ადამიანებისგან, ვინც გატკინა. რითი განსხვავდება? იმედ სტაბილურობით განსხვავდება. სტაბილურობით მე მაგათით რაღაც ხმა მიჭდება. სტაბილურობით განსხვავდება, არ მიგატოვებს. ეს ადამიანი არ მიგატოვებს რთულ სიტუაციაში. ეს ადამიანი იქნება შენი აჭირდილებით რა. შენ რაღაცას აკეთებ, შენ აი თქვათ მიდიხარ, ხარ დაკავებული შენის, მაგრამ ეს სულ ეს არის შენი ზურგი, ნახეთ აქ როგორი ზურგი არის შენი. მიხვდეთ? აი ამით განსხვავდება, რომ თქვენ ეს არის თქვენი ეს არის საიმედო პიროვნება, რომ ნამდვილად შენ არ შეგეშინდება იმისი, აი რა მელოდება, როგორ ვიქნები, რაღაცა აი ეს არის ზურგი, ეს არის ნამდვილი მამაკაცი რა. მე არ გეუბნებით, არ მინდა რომ თქვენ ახლა იფიქროთ რაღაცა იდეალური ვიღაც, არა. თვისებები აქ მამაკაცური, ქალს ქალური, ხო? არის რაღაც ესეთი თვისებები. თორე ახლა ბევრ რაღაცები კი არის, ვთქვათ, მომენტები, რაშენ ხარვეზები ვის არა აქვს, ხო? მაგრამ აი ეს კაცური თვისება, რომ შენ რო ჩემს გვერდით ხარ, მე არაფრის არ მეშინია. მიხვდით? იმიტომ რომ მე ვიცი რომ შენ მე დამიცავი, აი ყველაფერში აბსოლუტურად ჩემი დაცვა ხარ რა, სულიერიც და გინდაც ფინანსურით რა. იმიტომ რომ შენ რო არა ხარ, შენზე არ არის ეს გადასახადები, ეს ფულის შოვნა, ეს არ არის ხალის საქმე საერთოდ, რომ იცოდეთ ფულის შოვნა. არ არის, ეს არ იმიტომ რომ მამაპაპურის დროიდან ვის მოქონდა ტყავი სახში რა. მამაკაც იმისთვის რომ ქალს ვერ შეეკერა რაღაცა და ასე შემდეგ. ხო და აი ეს არის ეს ჩვენში ჯერ ზის კიდე არ არის გამოსული იმის მიუხედავად რომ აი რატო ქალები ასე იტანჯებიან, იმიტომ რომ კი წავიდნენ საზღვარგარეთ, იქ დაიწყეს მუშაობა, ხელმძღვანელებიც არიან, ბიზნესები აქვს, ყველაფერი კი ვითომ თავისუფლება მოიპოვეს და რაღაცა, მაგრამ შინაგანად მაინც ქალს უზის ეს მომენტი, რომ
კი რომ მინდა რა ეს ადამიანი იყოს ეგეთი ადამიანი ჩემს გვერდით, მინდა რა, აი არ არსებობს რანაირი ძლიერიც არ უნდა იყოს ხალი, ყველა ხალხს უნდა ეს აი ნახეთ აქ აი სუსტი ვიყო, ნუ ეხლა აქ არის ახლა ცხენი, მაგრამ აქ ახლა აი ამ ინტერპრეტაციაში უფრო აჩვენებენ, რომ აი აქ ლამაზე რაღაც სინაზის ენერგია მოდის ამ ცხენიდან, რაღაც იმენა აი ხალი როცა არის თავისუფა, ცხენი ხო თავისუფალია, უყვარს თავისუფლება, მაგრამ ყოველთვის ზურგი აქვს, ნახეთ. აი რა საინტერესოა რა. აი მაგით განსხვავდება, რომ ნამდვილად თქვენი იმედი იქნება ეს ადამიანი რა. აი ეხლა ვნახოთ, ეხლა როგორ იცნობ, რომ ეს არის ის ადამიანი, როგორ იცნობ, როგორ მიხვდები. აი როგორ მიხვდები და აი ნახეთ ეხლა როცა აი თავისუფლებას იგრძნობთ, ნახეთ, აი ეს ძალიან მაგარი პოზიცია, შეხედეთ, როცა ადამიანი ყველაფერს აკონტროლებს, მაგრამ ამავე დროს შენ გაძლევს თავისუფლებას. მაგრამ თქვენ როდის გაიგებთ იცით, მე როგორც გითხარით თქვენ თავში, როცა განთავისუფლდებით თქვენ, ეხლა რო იძახეთ, რომ შემოდიან ვიღაცებიო, ვინც ცოტა გულზე მომხდება, ის გადის, არჩერდება ჩემთან და რჩებიან რაღაცა, დროა ეთყობა არ არის ჯერ მოსული, იმიტომ რომ უნდა განთავისუფლდე იმ ძველი გრძნობებისგან, გაიგეთ, განთავისუფლდით. ნუ ფიქრობთ იმაზე, გადაერთეთ სხვა რამეზე, ხო? ანუ როცა თქვენ გასუფთავდებით, ხო? აი ასე ვთქვათ, შინაგანად იმ ძველი ურთიერთობიდან ნამდვილად შემოვა ის ადამიანი. კიდევ ვკითხოთ ახლა ჩვენ, ანუ როგორ მიხვდები? მიხვდები რა, აქ ამბობენ რა, ეგრევე მიხვდები. ეგრევე მიხვდები, იმიტომ რომ ის იქნება სულ სხვანაირი. ეგრევე მიხვდები. აი ეს თითქოს აი მოგივა, რომ აი რაღაც სხვანაირი ტიპაჟია, ანუ განსხვავებული, მიგიზიდავს ეგრევე რა. ეს ამ ენერგიას შენ იგრძნობ, просто უბრალოდ განთავისუფლდი იმ ძველი ტკივილისგან, იმ ძველი ურთიერთობისგან, განთავისუფლდი და კიდე ნუ იცით შედარება ხოლმე რა. რო ისე რა აი ეს ესეთი არ არის, კი, აქ ჩვენ ვთქვით, თქვენ ამას ისედაც აღნიშნავთ, მაგრამ ნუ გაქვთ შიში, ნუ გაქვთ აი ეს მომენტები, რომ აი ესეც ხო შეიძლება ეგეთი იყოს, ან არ შეიძლება. თუ მასე იფიქრებთ, კი შეიძლება, მაგრამ აი არა. ეხლა რა არის, რა არ უნდა გაიმეოროთ თქვენ, აი წარსული გამოცდილებიდან, ნახოთ, რა არ უნდა გაიმეოროთ. აი ეს არ უნდა გაიმეოროთ, პენტაკლების დედოფლობა. მიხვდით, რომ ყველაფერი ისევ მე უნდა გავაკეთო, ყველაფერი ისევ მე უნდა ავიღო ჩემ თავზე. ეს არის ძალიან რთული, მაგრამ გოგოებო, ისწავლეთ, ძალიან აკითხავს. ეხლა კი, რა თქმა უნდა, როცა შენ უკვე მიჩვეული ხარ, ყველაფერს შენ აკეთებ და ყველაფერი შენ ზურგზე, აი ეს უნდა ისწავლოთ, ხო? ნახეთ, ეხლა თქვენ თავი უნდა დაიფასოთ, როგორ ახლა ელემენტარულია. აი ელემენტარულს ახლა გეტყვით მაგალითს, უბრალოდ რო ჯდები მანქანაში სიტყვაზე მაგალითებს გეტყვით და ზიხარ და მამაკაცმა უნდა რა წესით, რომ გაგიღოს კარები, ხო? ან დაუშვათ, ხო? ჭიშკართან მიდიხართ და მანქანა გაჩერდა, კაცმეს ჯერ ვერც მანქანას არ გათიშია, ეს გადმოხდება მირბის და უნდა მე გავაღო ახლა ეს ჭიშკარი. არა. მაღაზიიდან რო გამოდიხარ, ერთად თუ ხართ სიტყვაზე, ხო? მიეცეთ საშუალება, რომ ეს ჩანთები აიღოს მამაკაცმა და არა თქვენათრი. ой, არა, იქ მათო პური მიდევს. არა. ან დაუშვათ ახლა როცა მიდიხართ რესტორანში. მოიცადე მე ავარჩი, არა. მამაკაცმა უნდა აირჩიოს, თუნდაც ღვინო და მე უკვე შენ. აი არის რაღაც ესეთი მომენტები, რომელიც აჩვენებს შენ სისუსტეს, ხო? აი ეგეთი რაღაცა, რომ კაცმაც იგრძნოს, რომ შენ ხარ ის ხალი, რომელზეც უნდა რომ იზრუნოს და არა ის, რომ მე თვითონ ყველაფერი შემიძლია და შენ თვითონ თუ შეიძლება, შეგიძლია ყველაფერი მე რა შეგჭირდება ვერ გავიგე. მიხვდით? აი ეს პატარ-პატარა რაღაც მომენტები გაითვალისწინეთ რა. რომ ნუ აიღებთ ისე აი ამას თავის თავზე, რომ მე ყველაფერი მე წავალ მაღაზიაში, მე ხა მოვიტან, მე ხა ამას ვიზავ, მე ხა იმას ვიზავ, ცოტა პრინცესულობა ჩართეთ რა. არა. თქვენი ფასი. ნუ ნახოთ მზად ხარ თუ არა თქვენ რომ მიიღოთ ეს სიყვარული. პრინციპში შემიძლია გითხრათ რომ აი ცოტა კიდე რაზეც ჩვენ აქ ვისაუბრეთ,
აი ეს უნდა გაითვალისწინო და მე ფაზლები თავისით ახლა ჩაჯდება. გაიგეთ? აი სულ ცოტა გჭირდება თქვენ, რომ აი ეს ალბათ ნუ მაინც რა. აი ეს ცუდი აზრები, ცუდი ფიქრები, ეს მიჯაჭვულება და რაღაცები, აი ამაზე იმუშავეთ რა. აი ეს გიშლით კიდე ხელს, აი რაღაცა თქვა გაშება გაბრაზებული ხართ, შეიძლება ნერვები გეშლება და პლუს კიდე გეუბნებით. ნუ მიგავთ თქვენ ეს თქვენი ბრაზი და თქვენი ეს ყველაფერი თქვენს ახალ ურთიერთობას. ნუ. აი გამოდი. ნუ всё, აქ ახლა გასაგები არის, აქ იმდენი ველაპარაკე, რომ საკმარისია რა. აუცილებლად, აი აქ გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი, ადამიანი არის, ადამიანი მოდის, მაგრამ აქ არ შემოვა სანამდე თქვენ არ გამოიტირებთ თქვენ ყოფილ ქმარს იმ ყოლას, ხო? როგორა კაც და დაივიწყებს და მიხვდებით, რომ არსებობენ სხვა ადამიანები, არსებობენ უკეთესი ადამიანები, არსებობენ მამაკაცებიც, ვისაც უნდა ნამდვილი სიყვარული, ვისაც უნდა ნამდვილი კარგი ურთიერთობა, ვისაც უნდა ოჯახი და ვისაც უნდა მზრუნველობა და ვისაც უნდა რომ იზრუნოს, არიან, დაიჯერენ, მხოლოდ ნუ ჩართავ მე თვითონს რა, მე თვითონ ყველაფერი შემიძლია. არა. მამაკაციც ეხა თვითონაც უნდა რომ იზრუნოს, მაგრამ სუსტ კალებს ზრუნავენ და აკვირდეთ რა, ვისაც ახლა მაშვებიან რა ქვია, თავის თავსაც დაფასება სჭირდება, დაფასება ჩემო ლამაზებო, რასაც მე თქვენ გისურვებთ, ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ყველაფერი თქვენ ხელშია და იმიჯერეთ რა. ადამიანი სივრცეში არის, ან ზუსტად ისეთი როგორი თქვენ გჭირდებათ. ტრანსფორმაციას გაევლით და თქვენი თვით ტრანსფორმაცია მიიღე შენი თავი, მიიღე ეს გაძლევს სამყარო, გაძლევს ამ ბედნიერებას და მიიღე, შეიცვალე, შენ თვითონ შეიცვალე და მიიღე.